შესანიშნავი ცეკვა იყო. ხოჩა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის, რომ ფინალისტებს შორის ვარ. ყველაზე მეტად გეგას შეფასებამ გამახარა, რადგან მითხრა, რომ ძალიან არტისტულად და კარგად ცეკვავს. ძალიან არტისტული არის და ძალიან სენიური არის ეს ბავშვი, რომელსაც სულ რაღაც 7 წელი. მინდა ცნობილი მოცეკვავე გავხდე. შეიძლება ბევრი ბავშვისთვის ნელი იყოს ეზოში თამაშის მაგივრად სარეპეტიციოში ატარებდეს დროს, მაგრამ მე ძალიან მომწონს ეს საქმე და ბედნიერი ვარ, როდესაც ცეკვავ. ფინალი საინტერესო იქნება იმიტომ, რომ არიან მონაწილეები, რომლებიც ჟიურის და მაყურებლის რჩეულები გახდნენ. და მეც ძალიან მინდა, რომ კარგად გამოვიდე და მაყურებელი გავაოცო. მარიამ დალალიშვილი ნიჭიერი სცენაზე. ნადოთ, ეხა ყურე? აბა! აი ძალიან საყვარელი, ძალიან ნიჭიერი, ძალიან მაგარი გოგონა და ისე. მე მგონი ესე ლამაზად მე მგონი ერთეულებით ეკოვენ ამ ცეკვას. რა სიტყვით? მე მგონი ჟიურიც ამაზრზე არა? სოფო გისმენთ. რა თქმა უნდა, მე არ ვიცი უბრალოდ მარიამი იყოს ჩვენი რჩეული ყოველთვის და იქნება მე მგონი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივია, ულამაზესი, უნიჭიერესი, არტისტული და ყოველ ჯერზე გვაოცებს და გვაოცებს. მართლა ასეთი პატარა გოგო და ესეთი შესაძლებლობების და ესეთი რთული შეცეკვა, რომ ესე შთამბეჭდავად შეესრულებინას, მე არ მახსოვს ესეთი ნამდვილად. არაჩვეულებრივ გამოსვლა იყო შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ძალიან დიდი